არის ევროპის პირველი დიდი მონარქი. პლუტარქე გვაუწყებს ალექსანდრე რო დაიბადა იმ დღეს ჰეროსტრატემ დაწვა არტემიდეს ტაძარი ეფესოში და იწყებს სასტიკ ბრძოლებს უკვე თავის მეზობლებთან. მას აქვს ასეთი გეგმა. პირველი, ჯერ უნდა დავამარცხო ბარბაროსები. მერე უნდა გავერთიანდე ბრძოლებში ბერძნებთან და საბოლოო იდეა არის სპარსეთის იმპერიის დამარცხება. შურის ძიება და შექმნა ეგრეთ წოდებული მაკედონური ფალანგა. რას ნიშნავს ეს? ეს არის 16 რიგად დაწყობილი ქვეითი ჯარი. პირველ ორ ბრძოლაში დამარცხდა ფილიპე მომფოგიბელებთან. მაგრამ მერე გაბრუნდა, დაიმატა ჯარები, მოbrunდა და სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა ეს ფოგიბელები და იმ ბრძოლაში დაიღუპა 6000 ფოგიბელი და იჯდა სახლში და ხმამაღლა კითხულობდა, წერდა, მეტყველებდა, აზროვნებდა, ჩამოყალიბდა ღმერთია სიტყვის. დემოსთენე არის ღმერთია. 32 ქალაქი შეიერთა, ზოგი დაანგრია, ზოგი მოისყიდა. ზოგი ერიში დაიღო. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ 10,000-ობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.